დაგვიანებული დირექტივა და მორიგი ქაოსი ოპოზიციაში თვითმმართველობის არჩევნების აგებულებისთვის მორიგ თავსატეხად იქცა. გარისკამენ თუ არა კიდევ ერთხელ მარცხის მრავალწლიანი სერიის შემდეგ კენჭისყრაში მონაწილეობას თუ პოლიტიკას კიდევ უფრო ჩაამშორდებიან არჩევანი, არც ისე ბევრია. ნინო არღვლიანი გიამბობთ. ნაციონალურ მოძრაობაში პოლიტიკური კინოს ახალი სეზონი იმავე მოქმედი პირებით და ისევ არჩევნებზე გაუგებრობით დაიდო. თვითმმართველობის არჩევნებზე თინა ბოკუჩავა ბოიკოტს ყველა პარტიისგან ითხოვს. ერთსულოვნება კი საკუთარ პარტიაში არ აქვს. მაშინ როცა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ამას ამბობდა, ყოფილს უკვე ნათქვამი ჰქონდა, რომ პარტია ხელისუფლების წინააღმდეგ ყველა ფრონტზე იბრძოლებს. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციური სპექტრი იქნება ერთიანი იმასთან დაკავშირებით, რომ ისეთ არჩევნებში შესვლა, სადაც ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც ითვლის, სადაც არ არსებობს არც ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, სადაც ხორციელდება სრული სახელმწიფო ტერორი და რუსული ჰიბრიდული მეთოდებით ყალბდება არჩევნები, ასეთ არჩევნებში მონაწილეობას უბრალოდ აზრი არ აქვს. თქვენი პარტია ერთიანია ამ პოზიციაში? კი, რა თქმა უნდა. ანუ ყველა ასე ფიქრობს? დიახ. ნაციონალური მოძრაობა გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად და მათ შორის განვიხილავთ ცხადია ყველაფერს აბსოლუტურად. ვიდრე გიორგი ვაშაძე მედიას ემალება, პატრონები მორიგი დავალების გასაცემად ემზადებიან. მანამდე კი პარტიაში მარტო პაატა მანჯგალაძის ხმა ისმის. მისი დავალებაა, რომ მხოლოდ ახალ არჩევნებზე ისაუბროს. ვითხოვთ არჩევნებს, ეს არის დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნებთან. ხალხი 100 დღეზე მეტი არის კუჩაში, ჩვენ ეს დღისასრიგი გვაქვს. ოპოზიციის ნაწილის ორაზროვან პასუხს, ნაწილის დუმილს და ნაწილის რღვევას მართველი პარტია იმით ხსნის, რომ საერთო დავალება უცხოეთიდან აგვიანებს. ქართული ოცნებისთვის ოპოზიციის სიტყვამ ფასი დიდი ხნის წინ დაკარგა და დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნები მათი მონაწილეობით იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მათ მძიმე მდგომარეობას მორიგი მარცხი კიდევ უფრო დაამძიმებს. შეეხება ჩვენს მარიონეტულ ოპოზიციას, რომელიც ხედავთ, რომ სულად გარედან იმართება, ამ დღეებში დაკვირდებოდით, რომ შემოიარეს რამდენიმე დედაქალაქი, მიიღეს ინსტრუქციები და არ ვიცი, ნაწილი ჩამოვიდა, ნაწილი ალბათ ჯერ კიდევ იქ არის და ხედავთ უკვე მათ განცხადებებს, როგორ უნდა გამოუთხარონ ძირი საქართველოს ეკონომიკას, როგორ უნდა დაორგანიზონ ტერორი და ასე შემდეგ. ჩვეულებრივი ინსტრუქციები და მისი შესრულება. ამიტომ არჩევნებსაც შეეხება, რა თქმა უნდა, აქაც სულად დამოკიდებული არიან ინსტრუქციებზე, როგორც მარიონეტები. თუმცა მე ამას წინას ვთქვი, რომ საბოლოო ჯამში მათი ასე ვთქვათ პოლიტიკურ განცხადებებს ხა დიდი ფასი არ აქვს ხოლმე და დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყავალაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას. რადიკალური ოპოზიციის გადასაწყვეტი ეს არ იქნება, როგორ დავალებასაც მიცემენ უცხოეთიდან, იმის მიხედვით იმოქმედებენ, თუმცა რა თქმა უნდა მათ თავიანთი გადმოსახედიდან არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, ვინაიდან კიდევ ერთხელ გამომჟღავნდება თუ რა რეიტინგი აქვთ მათ. ეს რეიტინგი არის კიდევ უფრო მკვეთრად შემცირებული, ვიდრე ქონდათ საპარლამენტო არჩევნების დროს, იქიდან გამომდინარე, რომ თავიანთ ამომრჩეველსაც გაუწყვილეს იმედები, მთლიანად ემსახურებიან, როგორც ეს მანამდე იყო, მაგრამ ახლა გაორმაგებული ძალებით ქვეყანაში ქაოსის დათესვას არიან, განულებულები და მაქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ერიდებიან იმას, რომ ეს ყველაფერი გამოჩნდეს უკვე არჩევნებში. მერებს და საკრებულოებს ამომრჩეველი 64 მუნიციპალიტეტში აირჩევს. თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება.